საღამოშვიდობისა პატივცემულები მაყურებლები ეთერშია გადაცემა საუბარი მოძღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ გაენათელ მიზროპოლიტი ივანე. დაგვროცეთ მეუფე. ჭეშმარიტად მეუფე. მიულოცოთ ჩვენ ტელემაყურებლებსაც მეუფე. ამინ. ჭეშმარიტად. დიდი მადლობა მეუფე. მეუფე, დიდი დღესასწაული იყო და ჩვენი გადაცემაც არ ჩატარებულა ორშაბათს და ეხლა მიულოცოთ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ვისაუბროთ. აი რა მოიტანა უფალმა ამ თავის ჯვალწმით და აღდგომით. ეს უდიდესი დღე არის ჩვენი სიხარულის ნუგეშის და მომავალი ცხოვრების იმეთის. ანუ უფალმა ეს სიტყვები რომ უთხრა მართას ლაზარეს დას რომ მე ვარ აღდგომა ცხოვრება დამთვის რომ ნამდვილად ის არის და არ ერთის ეუბნებოდა თავის მოწაფეებს აღდგომამდე და აღდგომის შემდეგაც გამოიცხადა რომ რას აღჭობთო არ გესმითო მოსემ და წესა მეტყოლმო და ფსალმუნში ჩემზეა ნათქვამიო. იქ ფსალმუნში არის სიტყვები ისე აღდგე იტყვის უფალი დავდო ცხოვრებას განცხადე მასზე და აი ეს აღდგომა და ცხოვრების განცხადება რომ მარადიულია ცხოვრება ისა მაგრამ წინაპირობა არის ამის როგორი ცხოვრა ადამიანო ქვეყანაზე და იქნება სამსჯავრო და აღდგომილი უფალი რომელიც დამტკიცა რომ საკუთარ აღდგომის წინა მორბედად ასე ვთქვათ რომ რეალური აღდგომა უკრეთით და საკუთარ აღდგომა იქნება და ვინც სწორედ ეს აღდგომა გამოუცხადა ადამიანებს ის არის ამის მბრძანებელი და მსაჯული და სწორედ აღდგომილი უფალი და ზესამაღლებული განშის ქვეყანას და ამის დასტურია ჩვენთვის ქრისტეს წინა აღდგომა შემდგომ მისი ამაღლება ზესად უფალი ეცხადებოდა ეს მოწაფეებს აღდგომის შემდეგ გახსოვთ დახშულ კარში ისმის და მისი სიტყვა მშვიდობა ყოველთა და უფალი ამბობს რომ შეებერაო მათო მოწაფეებს და რომ მიიღეთ სული წმინდა ისეთ მიუტევეთ მიეტევებაო ისეთ არ მიუტევთ მიეტევებაო ანუ მოუწოდა თავის მოწაფეებს რომ ჯერ შეიმოსონ სულწმინდის მადლით სულწმინდის გარდამოსვლა დროს და მაშინ მიეცათ მათ ძალა ქადაგებისა მსოფლიოში რომ მათი სიტყვა იქნება სარწმუნო ადამიანებთან და მრავალნი მოიქცევიან და ასე სულწმინდის მადლით გაცხადება ქრისტეს სიტყვის ჭეშმარიტება მსოფლიოში მოხდება წარმართთაგან და იუდეელთაგან ვინც ირწმუნებს მადლიან სიტყვას ისინი მოიქცევენ უფლისაკენ. აი ეს ყველაფერი ქრისტეს წინა აღდგომით ცხადდება შემდგომი მოღვაწეობა მოციქულების მის ძალას და მადლი იძენს სწორედ ქრისტეს აღდგომით და აი ამ მინიჭებით რომ მიიღეთო სულწმინდა და მაგრამ შემდეგაც და იყავით ერთად იერუსალიმშიო და დაელოდეთ სანამ ეს აღსრულდება ანუ სულწმინდა გარდამოთქვენზე ანუ უფალმა წინასწარ აუწყმად ეს და აუხსნა მისია სულწმინდა გარდამოსვლისა რომ მათ ეს ძალა მადლი თუნდაც მიტევებისა რომ თხოვთ უფალს აქვს უფლისგან მიეცემა რადგან ისინი ერთგულნი იყვნენ ქრისტესი მის მოღვაწეობის დროს, ქადაგების დროს და შემდეგ მისი წინა აღდგომის შემდეგ. გახარებულნი იყვნენ და გაძლიერდნენ რწმენით. აი
რწმენის ძალა ამაში არის, რწმენა ქრისტეს ადგომისა და სულწნის მადლით შემოსვა. აი ხანდახან წამიკითხავს კიდეც და სხვა რწმენის ადამიანები, უბრალოდ მუსულმანებიც ამბობენ, რომ აი ჯვარზე გაგიგრეს თქვენი უფალი და თქვენ ამას პატივს მიაგებთ ჯვარს და კისერზე გიგიდიათ და ამას ატარებთ და პატივცემით ეყრობით და მე შედარება რომ აქვს მანქანაში შვილი როგორ დაიცვალოს თქვენ ამ მანქანას პატივს მიაგებთ ბოლო ხო ახლა ასეთ შედარებებს აკეთებენ ზოგი სხვას კიდე ზოგი სხვას და აი როგორ შეიძლება ბევრმაც არ იცის რომ უპასუხოს მე უკვე ამას და აი თქვენი აზრი გვაინტერესებს თქვენი სიტყვა გვაინტერესებს ამ დროს როგორ უნდა უპასუხოს აი რა არის ჯვარი რატო ვატარებთ იმას და რატო ვცემთ პატივს ჩვენ კი არა უფალმა აირჩიეს იარაღი თავის განდიდებისა და განდიდებულისა ჯვარზე რაში მდგომარეობს რომ მან ბოლომდე დაითმინა ყველანაირი ბოროტება ადამიანის მხრიდან და ბოროტებაზე სიკეთით უპასუხა და რა სიკეთით უპასუხა რომ ის არის სიყვარული ის არის წყალობა ის არის სასოება ჩვენი და როგორ ზრუნავს ირონის სიტყვასაც უფალი ამბობს მამაო მიუტევე არ იციან რას აკეთებენ ამას ამბობს როდესაც უდიდესი ტკივილები მიაყენეს როცა იქ პრეტორიუმში პილატემ რო იფიქრა ეგებ მოვალბო გული ამ მდელთავრებისო და კაი ვცემო და მე გავუშვებო და პრეტორიუმს უთხრა რომ კაი ვცემეთო მაგრამ ისე კი არ მოკალათო ცემით კი არ მოკლათო აი არის ესეთი ფილმი ქრისტეს ნებანი ერთი ამერიკელი რეჟისორი მსახიობის ცნობილი ფილმია და ნუ რაღაცა ნატურალისტური ბევრი რაღაცა გადაჭარბებული არის ზედმეტი ხმაური შფოთი და რაც თავარია რომ აი სახარებაში ეს შფოთი ნაკლებად არის გამოსახული უფრო მეტად უფლის სიტყვები ამ ფილმში უფრო მეტად არის შფოთი ხალხისა და ბრბოს და ნაკლებად ისის უფლის სიტყვები იმიტომ რომ ჩუმად ამბობს ნუ ნატურალიზმია რომ ეს სიტყვა ნუ დაშუშტებულია ფიზიკურად და ძლივს აზრლულობს მაგრამ ეს სიტყვები მთავარი და აი ეს პირველი სიტყვის შემდეგ სიტყვებსაც ამბობს ერთ ხალხს მიუტევი არ იციან რას აკეთებენ შემდეგ დედა და მისი მოწაფე იქ იყვნენ და მეუბნება დედა ხა ძეშენია და მას მოწაფეს უბრალოდ ხა დედა შენია ხო ანუ ზრუნავს მათთვის ესა ავაჟაკმა ამ ორთაგან ერთმა უცებს იგრძნო რომ ეს მართლა წმინდანი არის რომ ამ ტანჯვის ამ ტკივილის ამ ტანი ამ უსამართლობის ამ ტანი კიდე ამათვის კიდე სიყვარული და ამით მოიქცა აი ამ სიყვარულმა და აი ამ მოთმინების საოცარ ძალამ რომ ბოროტებულ სიკეთით უპასუხო ამან მოაქცია ეს ავაჟაკი და რას ნიშნავს რომ სწორედ ჯვარზე განცხადდა დიდება მისი სიყვარულისა ჩვენ მიმართ და ეს იარაღის წამება რა არის ეს ჩვენი გამოსაცარი ნუ ჩვენს ასე ჯვარი და თუ ქრისტიანები ვართ ჩვენც უნდა როდესაც ბოროტებას გვიკეთებს ეს ქვეყანა და სოფელი და უსამართლობას სიყვარულით შევდოთ და პასუხისგაცემა მოვითმინოთ და არაშური ვიძიოთ ბოროტებას ბოროტებით კი არ უპასუხოთ მაგრამ ვიძნოთ რომ აი ეს ვინ ბოროტებას ჩადის ცოტაა ეს ადამიანი იმიტომ რომ იმკის თავისის სასჯელს აი ეს იდეადე აი ამ სულისა ცხადდება განსასწრების დროს ადამიანის ნებისმიერ ადამიანის როგორ იტანს განსასწრებს როგორ იტანს უსამართლობას უნდა შური ძიოს თუ პატიობს ითმენს თუ მოუთმენლობის გამო რაღაცას გადაჭარბებულად ბოროტ სიტყვას იტყვის და თუ ფალმოთოს თუ მე ჯვარი ვიტვით თქვენც უნდა იტვithოთ ეს ჯვარი თუ მე მდევნეს თქვენ გდევნიანო ჩემი ისმენს თქვენსაც მოისმენენ და რა უმილი ისმენს მრავალი იქადაგა უფალმა მაგრამ აი ეს ბოლო სიტყვები ჯვარზე ხო მოისმინეს ჩვენ ვახშობს ეს სიტყვები ჩვენც მამის გავსად უნდა ვიყოთ მზად
უსამართლობაზე ესე უპასუხოთ, ხო? რას ბუნებრივია ფიზიკური სხეული განიცდისამს ტკივილს, მაგრამ ტკივილზე უფრო ძლიერია სიყვარული. ბუნებრივია რომ ამ დროს შეიძლება მას აი ამ რამენათევი, ნაცემი, ნაგვემი, ჯვარი ტვირთველი გზაზე ამ სიცხეში პაპანაკრის შუა დღეა უკვე და იტყვის წყურია. და გონიათ რომ მას წყალი წყურია და ძმარსაც ტენწყლის მაგერად და ნათქვამია ვინც უდაბნოშიო ამ წყურილერსო მოტყურებულსო წყალი მისცაო ამათმა ძმარი მიართვესო. ანუ სიკეთის წილ ბოროტება უკეთეს და უფალს წყუროდა ჩვენი ხსა და ცხონება. ხოსუნდა რომ მისი ღვთაებრივი სიყვარულით თავის შვილების მიმართ მათი ხსნაც აღსრულებულიყო. მაგრამ იმისათვის რომ ბოლომდე გაევლო ადამიანის დაცემული ადამიანის ხვედრი სიკვდილით უნდა განიცადა. და უმძიმესი ფორმა სიკვდილის, აი ამ ტანჯვის და უსამართლობის და შემდეგ უკვე ხდება აღდგომა. რომ ძლევა სოფელზე და ამ ძლევის იარაღი ჯვარია. ხო? ასე რომ ვინც არის ესეთი რელიგიური მიმდინარეობები, რომ თავისუფლად ქრისტიანებს ეძახიან და სახარებისთვის, მაგრამ როგორც ჩანს არ ესმით მათ, ღვთის სიყვარულის სიდიადე გამოიცადა სწორედ ჯვარზე. და ჩვენც ასე, ხო, მე თუ მდევნეს თქვენ მდევნიანო და მე თუ ვიტირთ ჯვარი თქვენც უნდა იტირთო ჯვარი. და ნუგეში გაქვთ რომ თუ მე ჯვარზე ბოროტების სიკეთით უპასუხეთ, თქვენც ასე განსასწრებში მოიგეცით და მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, თქვენ ჩემთან ერთად აღდგებით. ჩემიანები ხართ მაშინ, თუ თქვენ ამას შეძლებდო და ეგ როგორ უნდა ესმოდეს იმას ადამიანს იძახის რომ ქრისტიანი ვარო. მაშინ რა ესმის ქრისტიანობაში თუ ღვთაებრივი სიყვარულის უძლეველობა ვერ გაიგო. თქვენ მეფება, აი ხო სხვადასხვა რელიგიები არსებობს და თუ არის რომელიმეში სადმე რომ აი მათ წინამძღვარს ლიდერს, ვინც არის ამ რელიგიის დამაარსებელი მათში, რომ ხალხის გულისთვის, თავის რელიგიის მიმდევრებისთვის სიცოცხლე გაეწირა. მე ნუ წარმართული მიტრაიზმი მითრა იყო აღმოსავლეთში დაებო წარმართული და მან ასე ვთქვათ განიცადა სიკვდილი ზევნა და მაგრამ არ არის ამ მიტრაიზმში ამის მტკიცებულება როგორცაც სასწაულებრივი მისი კითხვის შემდეგ აღსრულებული. და ეს არის მითოსი. მითხრათ ეს არის ადამიანის მოლოდინი, როაში იქნება. იმიტომ წარმართიც ელოდებოდნენ ხსნას და ეს მითოსი ბერძნული მითოსი ჩვენ ვიცით, მაგრამ ეს არის განსაკუთრებით პიროვნებები, ადამიანები მოხსენებული და მოგონებული და ამაზე აგებული არის მათი აღსარებლობა. მაგრამ დაიძლია ეს წარმართული წარმოდგენები, რომ მათ რეალური საფუძველი ზეცაში არ გააჩნდა. ეს იყო ადამიანების სურვილი, რომ აი მარადე იცხოვროს. მოლოდინი აღდგომისა უფალი როდესაც მართას ეუბნება, რომ წამსო აღდგება ძმა შენი, წამსო უკანასკნელ ჟამს, ანუ საყოფთ აღდგომა. გამერ წმენა ჰქონდათ, მაგრამ ეს წმენა იყო წერილიდან, ღვთის სიტყვიდან მომდინარე და არა ფანტაზიებიდან და ეს წმენა ცხადდება ქრისტეს მიერ მათ შორის და არა მოგონებები. რომ იქ სახარება ჩვენ რეალურად გვიჩვენს მოწმოების მოწაფეებისა. ამდენი
იქ მაგდალენელი მივიდა ღვთისმშობლებს გამოიცხადა, მოციქულებს გამოიცხადა და შემდგომშიც ხდებოდა ისე გამოცხადება 40 დღის განმავლობაში მათთან იყო ამაღლების შემდეგ წმინდა მოუვლინა. აი ეს რეალური ფაქტებია და არა ადამიანის მოლოდინი. ერთი ვიტყვით ბერლინში არის ის დანაია და მამისმა რომ არ უნდა მისი გათხოვება და სადაც მოათავსა იმაში გამოქვაბულში და იქო ზევსი ოქროს წვეთები თუ ჩამოვიდაო და დაფეხმძიმდო. ეს ზღაპარი, მაგრამ მოლოდინი რომ რაღაცაირად ღვთით უნდა მოხდეს, მაგრამ მათი ღმერთი ზევსია და ზევსი ვინ არის? მამა ისკვლელი. ხო? ესე გამეფთა ეს წარმათა პანთეონში და მამა მოკლა. აბა რა პარალელია მაშინ ვიტყვით. ანუ შერეულია იქ ფანტაზიები, სულვილები, მოლოდინი და მათი გაცემული ბუნების ნაკარნახები სიტყვები. ჯვარი ხო არის ყველაზე დამამცირებელი წამების იარაღი. მონებისთვის იყო. რომელები თავად რომელებს თავშჭირდნენ. ეს უფრო პრივილეგირებული იყო და პავლე მოციქულის თავი მოკვეთა და პეტრე ჯვარსაც ეს. ესე იგი აქ პირიქით უფრო დამცირება მაცხოვრის. ხო, იმიტომ რომ პავლე იყო რომის მოქალაქე. იმის ჯვარს არ შეიძლებოდა. რომის მოქალაქე ღირსება იყო და პეტრე იყო მათთვის არაფერი, იმიტომ ესე უფალსაც ყველაზე დამამცირებელი. პეტრეს ჯვარი ერქვა. პავლეს თავი მოკვეთეს. ეგონთო თავის მოკვეთა უფრო ისეთი არის საპატიო. ხო, მაგრამ იქ უცებთავდება, მე უფრო ყველაფერი დახარ. აი მე უსმენდი მეცნიერები ამბობენ, თქვენ მე ვფებავ რომ ჯვარზე რო არის ადამიანი გაკრულიო, აი ფილტვები ჩაკეტილი აქვს. ვერ სუნთქავს და რო გაიხსნას ფილტვი და ჩაისუნთქოს, უნდა წამოიწიოსო და ამ დაკიდებულ ხელებზე ლურსმები როა და ფეხებს რო ეყრდნობი და ყოველიბისი ჩასუნთქება რამხელად კივილი იქნებოდა და კიდე როგორ პასუხობს ხალხს, რომელიც ქვევიდან უყურებს და დაცინის მას. სიყვარულით პასუხობს, ამხელად ტანჯვა აქვს თავად. ეს ნამდვილად მაგალითი იყო ჩვენთვის და სწავლება არის. პირველი გამოცდა უკვე დასულა მასაკში არის მოცხოვარი. არის თქო 40 დღე უდაბნოში იყო და გამოიცემოდა იშმაკისგანო. აი თუ შეხარდიხთ ეს ქვები პურებად აქციო, ხო ხშია ადამიანს გინდა შეჭამდა. აი თუ შეგიძლიაო, ანუ თავისი ესეთი ფიზიოლოგიურად მოთხოვნილი ბუნებრივი დაიკმაყოფილო რისთვის, რომ დემონსტრება მოახდინოს შენ და არა. ამ ძალის დემონსტრება მოხდება ჯვარზე. სიყვარულის ძალის განცდება იქ მოხდება. და ეს არა. ასე რომ მე მგონი ვისაც თავისი კერძო აზრები აქვს, იმან არის ის ღვთის სიყვარული რა არის. თქვენ მოფება, აი რა მინდა კიდე მეც მიფიქრია ხანდახან სხვებსაც უფიქრიათ შეიძლება ამაზე 5000 ერთხელ დააბურა ხო მეორეჯერ 4000 ნუ თუ იქიდან არავინ არ აღმოჩნდა ჯვრის ქვემოთ რომ ეძახათ არა არ გნათ ეს არ გნათ ამაზე იქ სახარებაში პასუხი რომ იქ ტვის პირას იყვნენ ისინი და უფალმა მუწაფეები გაუშვან ერთი ნავი იყო დადითო და თვითონ ავიდა მაღალ ადგილზე და ლოცულობდა რატო არ გაყო მოწაფეებს? იმ ხალხს უნდათ მისი გამეფება. უდაბნოში გვაჭამაო. არაფერი არ იყო და უცებ გაჩნდა ყველაფერი და ყოფილები ვართო და რომ მე უკვე უთა დაიწყებ ძებნა სად არის და აღმოჩნდება რომ უფალი მეორე ნაპირზეა და როგორ აღმოჩნდა იქ ნავი არ იყო. და მივიდა როგორ აღმოჩნდა ახლა და უფალი უნდა მეძებთ, იმიტომ კი არ სასწაულიხეთ, იმიტომ რომ ჭამეთო და გაძეხითო. ეს არის და ვერ დაინახეთო. მერე წავიდა ეს ხალხი, გახსოვთ პეტრე მეუბნება ან ფიცხი ყუშენი სიტყვა, ხო ხედავ ყველა წავედაო.
შენ ხარ გინდა წახვიდო წადიო. ჩვენო ვისთან წავიდეთო ცხოვრების სიტყვა შენთან არისო. ანუ სიტყვის დალა მადლი ჭეშმარიტი სიტყვისა. ის იზიდავს ადამიანს. იმ სიტყვაშია სიყვარული. ვინ სიტყვაშია მადლი და ამდო მოცხოს აუთხოთ რა კარგად გვაჭამეო ხო და 5000 დააპურე როგორ დააპურე სასწაული მათაც ვერ განიც ვერ აღიარეს რა მოხდა როგორ საიდან მოხდა ეს ყველაფერი ამდენი პური თევზი უფალმა ამიდან ახლა რომ ის არის შემოქმედი ცისა ქვეყნისა რომ ცირედიდან მრავალი შექმნა და არაფრის გამო შექმნა სამყარო ეს უფრო დიდი სასწაული არ არის აი რომ მიახლოებით ეუბნება თუ ეს ხო მოხდა რეალურად ესე იგი ერთიდან უკვე არსებული ნივთიერიდან ნივთიერს ვამრავლებ და მაშინ არაფრისგან შევქმნი ნივთიერება და ნივთიერებსა ყველაფერი შევქმნი აი რწმენის უკმარისობა არის ეს ისე მეუფება სხვა ადგილზეც ხო ასეთი ესენი რომ არა გვაქვს მეტიო და წავიდე თუ რომ უკვე ღამდებოდა ერთხელ ხო გაგიქეთეთ უფალი ეტყვი სასწაულიო და ხო დავაპურე ხალხო რატო ეჭობთო ჩემში მე ხო ვარ ხო მე ხო შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო ხო და რატო იყო ესეთი მცირედი რწმენა მაინც მოციქულებში რომ სულ ანუ იმიტომ რომ ადამიანად ეს წარმოუდგენელია ჩვენ გონება ვერ წდება ამას და უფალს უნდა ამაღლდეს ჩვენი გონება მაგრამ ზღვარი გონების შესაძლებლობისა დაიძლევა რწმენით. ეს არის სასწაული. რომ ის რაც ლოგიკურ აზროვნებას ისათვის წარმოუდგენელია, რწმენისათვის შესაძლებელია ამ ზღვარის გადაყვა. და ამიტომ მეუბნება, იმიტომ კი არა შენ სასწაული ხილეთო, ანუ ირწმუნეთო უფალმა ნამდვილად შეასრულა, არამედ იმიტომ გაძეხითო. ჭამეთო. ანუ ჩვენ აი ნივთიერის და ფიზიკური თუ ფიზიოლოგიური ჩვენი შეზღუდულობა ხო აპრკოლებს რწმენის გაცხადებას. და ღვთისმადლს შეუძლია ამ რწმენის მონიჭება. დიახ მე. თქვენ მეფება აი სახარებაში არის ერთი კარგი მომენტი ყველაფერი კარგია მაგრამ მინდა თქვენი პასუხი მოვისმინო ამაზე. ერთი დედაკაცი რომ მოვიდა რო ეტყვის რომ შეეწიო ჩემ შვილზე უნება ხო დამეხმარეო და უფალი რო ეტყვის არ ეგებისო შვილებს მოაკლო და ძაღლს მიცემო. ხო. აი იმ ქალის მოთმინება მე უფრო ასე ვიღაცას უთხრა გაიქცევა ყვირირ გაგლანძღავს მაგრამ აი უფალმა გამოცადა ხო ის აბა რას გააკეთებდა როგორ მოიქცეოდა ძელი მოსასმენია იგი ძაღლებს გადაუგდო ხო მაგრამ უფალმა ყოველი ვიცის ამიტომ ეს დედაკაცი რომ მოყვებოდა მას უფალმა უყვეცდა ის რწმენით მოდის და არა თავისი დედობრივი მარტო სურვილით რომელიც გონება გადაუკეტა და ვის ეხვეწე ვის თხოვ ვინ თქვენ წარმართებს ხო ზეიდახე თქვენ გოიები ხართ და მაშინ ზაღლი ერთგულები ხართო მაგრამ უგუნურებიო ჩვენ შეგნებულად გვაქვს რწმენა ანუ იუდეველები გულისხმობთ და თქვენ კიდე მარტო აი რაც სჯულით გაქვთ მოცემული ხო რაც გესმითო იმის კეთება იცითო იმის იქით იმ ზღვარს ვერ ლახავთო ღვთის სიტყვას ბოლომდე ვერ იზიარებთ იმიტომ რომ არ ყოფნით ეს რწმენა და დაანახა რომ ერთ-ერთი გზა რწმენისაკენ და ღვთის მადლის მიღებისაკენ არის თავმდაბლობა და განჭიტა ამ დედაკაცი ეს თავმდაბლობა და რით არის გამოწვეული თავმდაბლობა რომ შვილის სიყვარულის გამო ის თანახმად თავი გაწიროს ყველაფერი და ორ შვილს უშველოს და უფლისათვის ჩვენ ყველა მისი შვილები ვართ და უფალი მზად არის ყველაფერი შეასრულოს ჩვენ მოსაქცევად ჩვენ საკურნებელად იმიტომ ჩვენ ხო ყველანი დაავადებული ვართ იმ დაცემული ბუნებით ყველას გვაქვს აზროვნება დაზიანებული განცდა ხედვა
ეს რატო ვთქვით? ერთმა ახლობელმა მომიყვა, რომ ერთს უთქვამს მისთვის ტაძარში რო შევედიო, დიდი ხანი არ ყოფილვარო და მოძღვართან რომ მივიდიო, ასე მითხრაო, სამი შვილის დედა ხარ, აქამდე სადა ხარ, ეხლა გაგახსენდა ეკლესია არ დაიარო ტაძარში და ეს როგორც მითხრა, მომივიდა გულიო, წავედი და ეკლესიაში მესმე აღარ შევსულო. აი, მითო თქვი ახლა უფალმა რა უთხრა და ის დედაგაცი როგორ გაჩერდა, სიმდაბლე და რწმენით და ხო და ამ სიტყვებში არც არაფერი რატო არ დადიხარ, სამი შვილის დედა ხარ, რატო ეხლა გაგახსენდა ეკლესია და გუმოსასვლელი აქ ასეთი როტაზიდან გაიქცე რა იყო? ნუ თავმოყარეობა, პატიმოყარეობა, საკუთარ წარმოდგენა კი, ეხლა მე ვერ განსი მოძღვრის სააქციოს, მაგრამ შეიძლება ელოდა რომ ეხლა ჩამიხუტეს გულში, რა კარგი რომ მოხვედი. კი, ალბათ შეიძლება ესეც მოქცეულიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში მან მიიღო ორი პასუხი. კი, მაგრამ ამდენი ქადაგება მოგისმენია, ამდენი ლოცვა იყო, ამდენი სიტყვა ღვთისა გაგონილი ქონდა და რა იყო, რატო არ მოდიოდი? კი, შემიძლია როგორც უდღების შვილი მიგიღო შენ, ჩაგიკრა შვილო, ხო, უთხრა. მაგრამ შემიძლია ის. მე ხო გამოცდა. გულში ჩაგიკრავ, ნუ გონია რომ ხო მოწყალე ხარ და რაცვე, მაგრამ ვერ გადალახე შენი პატიმოყარეობა, თავმოყარეობა და ავტორს ეს კარსი სიტყვა არა, მაგრამ აქამდე სადა ხარ, რატო არ მოდიხარ? დაგვივიწყე და სინანული გაუჩნდა? არა, საყვედური უთხრა. ესეც გამოცდა. რომ ჩვენ ყოველ დღე გამოვისდებით ქვეყანაზე, რომ დავინახოთ სადა ვართ ჩვენ. უფალი ეუბნება ადამ სადა ხარო? ამას ყველას გეუბნება, სადა ხარ? და სხვადასხვა აი ამ ცხოვრების მოვლენებით გამოვისდებით ჩვენ, რომ დავინახოთ სადა ვართ. როცა ვითხოვთ პური ჩვენი არშობისა, მომენტ ჩვენ დღეს, რომელი ეს პური არშობისა? რომ დავინახოთ ღვთის განგების მოქმედება ჩემთან საცხონებლად. პური არშობისა. რომ თუ მე გავიგე განგება ღვთისა ჩემ მიმართ, მაშინ მე უერთგულებ უფალს და დავდებ ჩემში დაცემულ ბუნების თვისებებს. და თუ მე მეწყინა და გადავკეტე გზა უფლისაკენ, მაშინ ისე ჯერ კიდე მე ეს პური უფლის მიერ მოცემული ჩემთვის არშობისა ვერ მივიღე. და თუ ზეპირად ვამბობ, კი, მომეთ ჩვენ დღეს უფალი გაძლევს და შენ არ ღებულობ. რატო? იმიტომ ვერ დაძლევს შენი პარტავნება, შენი პატიმოყარეობა. კანონმდებლობა. აი როცა უფალი უნდა ჯვარზე გააკრან და ისე უნება მოწაფეებს. ეხლა თქვენ ყველა ჩემთვის დაბრკოლება ხართ. და ეს პეტრე რო გამოვიდა, რო ეთქოს პეტრე მოციქული, რომ ყველამ რომ მიგატოვოსო. მე როგორ მიგატოვებ, მე შენთან ერთად მზათავა, რომ სიკვდილზეც კი წამოვიდეო და ხოდრეუნება გაჩერდიო, შენ ამის გამკეთებელი არ ახარ და თესო მამრისხავე სამჯერ. აი ეს არის თელი კაცობრიობის სწავლება. მე ვფერ რომ არანაირად ჩვენ არ უდავთქვათ, ჩვენ ამას გავაკეთებთ და მე ამას იქ რო დავდგებით, ხო? მე ცოტა იცვლება, აი თუ გინდი სიკვდილის წინ რო დადგები, ცემის წინ რო დადგები, ერთი ასეთ შედარება ყავს, ერთ მოძღვარს მოყვანილი, საზღვარგარეთი და რუსი მოძღვარი იყო. ქრისტიანობა რა არის იცითო? 30 ბავშვი როა ჯგუფშიო და ყველა რო დადგები ერთის წინაამდე, რო უნდა იგი უნდა გავლახოთო და შე რო დადგები მეზგვერდში და ეთქვი, მე მისი მეგობარი ვარ. ესე შენს გაგლახ. მაგრამ უნდა დადგე. ხო, ჩვენ პატარა რაღაცაზე ვტოვებთ უკვე ქრისტეს, თქვენი მეფევა, ხო ასე. განსასწრელი იქნება თუ რაც იქნება. ხო. კი. სამწუხაროდ არის ეს ჩვენი სისუსტე. ეს რეალურად არსებობს. როცა ვერ ვაბარებ ჩვენ გამოცდას, მე ვიღაცას ვაბრალებთ. ისე ჩვენ ვართ მართლები. დიახ, მე თა დაგვიფარს. ჩვენ სისუსტეებს, დიახ. და შემდეგ რო შეხვდება პეტრე მოციქულს, რო თახში რო შევა სადაც მომძვრებელი და მე როგორც სიმდაბლით პასუხობს. პეტრე გიყვარ, მე რეუნება და უკვე არ გამოხდება წინ და არ იძახის, კი, მიყვარხარ, აბა როგორ. ხო, ამაზე მეტად.
თქვია როგორი სწავლებაა ხო ჩვენთვის ხო სიყვარულეს თქვენ მეფება ეხლა მინდა ერთ ისეთ თემას შევეხო მე ვიცი რომ თქვენ სულ პატრიარქის გვერდში იყავით და მამა გაბრიელსაც იცნობდით ძალიან კარგად ნუ კი ხშირად ხედავდი და ხო მისგანაც მიმიღია საყვედური და რისხვაც ესეც გამოცდა იყო კარგი ეს ასწორებდია თქვენ მეფება და რა მინდა აი რასაც რაღაც მინდა ესეთი თქვა რომ ხშირად უყურებ სოციალურ ქსელში აი დებენ ასეთ თემას და არ ვიცი რატო ამბობენ რომ პატრიარქი მამა გაბრიელს ყოველთვის დევნიდა პატრიარქი დევნიდა ხო დევნიდა არ უყვარდა ავიწროებდა ჯვარი ახსნა აი ესეთ რაღაცებს ლაპარაკობენ და მე ვიცი რომ თქვენ ბევრი რამე იცით რომ პატრიარქი სიყვარულით ეპყრობოდა მას არაფერი გამიგია ეს აი ასეთ რაღაცებს წერენ და აუხსელებენ მეუფე და მე ერთ ახლა გავიხსენებ რომ სანტოს მონასტერში ერთ მონაზონი უდესან მივიდა და აი მამა გაბრიელ ესე და ესე მითხარ და ესე და დამწყევლაო შემაჩვენაო და მიხსენით ამისგანო პატრიარქი უთხრა არა ნუ გეშინი ეს დედერზესავით არისო სად არის მამა გაბრიელის მიმართ დევნა და შემწება არა ნუ გეშინია ხო ანუ შენ შეურაცხყოფ მიიღე და იმას გეფიქრობ შენ როგორ მოიქეცი აი ეს დაანახა მეტიც მე მაშინ ახლა მთევა შევეხეთ წმინდა სინოდზე და ისო საკითხი მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხეს ეს საკითხი დასვა რომ აი ზოგი თლისო ეს წმინდანია ზოგი თლის არა და ჩვენ რას ვიტყვით ამაზე რომ შევრაცხოთ თუ არა წმინდანათო ნუ დაიწყო ასა სხვაობა რო გიდახდა კი როგორ არა და რაღაცა იხსენებდა ეს ზოგი პიქს არა ნუ ახლა ისეთ რაღაცას აკეთებდა არა წმინდანი მაგას როგორ იზამდა ხო ეს არაფერს არ ამბობდა ყველა კითხვა დასვა და გაგრძელდა საკუთარ ეს არსთა სხვაობის გაზე გამოხატვა ბოლოსად რავი დავიღალეთ თუ რათა მიხდით რომ პატრიარქს არ ვეკითხებით პატრიარქი რას იტყვის და უკვე გავჩვენდით ყველა და თუ მოვიხედეთ პატრიარქის პატრიარქი არაფერი თქვენ არ გესმით ის უკვე წმინდანია და თქვენ მას შერაცხავთ თუ წმინდანად ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ის უკვე წმინდანია და შევკითხეთ ჩვენ და კი დავთვალთ ხო იმსახურებს აი სად არის აქ სიძულვილი სად არის დევნა სად არის არა ეს ჯვარის ახსნა და დევნა თუ იყო ეს იყო ხელისუფლების გამო მაგრამ არა პატრიარქისგან არა თავ შემთხვევაში გახსოვთ რომ ლენინის ქანდაკება ხო ბენზინორში ეს ლენინის პორტრეტი მიადო და იქ გვერდით მორჩილი ყავდა პატარა კანისტა 5 ლიტრიანი ჰქონდა ნავთით გამოართო გახსნა შეასხა და იქ პოლიცია იდგა ზეიმ იყო რა 1 მაისი თუ რაღაცა 7 ნოემბერი იყო ხო და დაინახეს რომ ბერი მოდის და უკავე ლენინის პორტრეტი ნახე დემონსტრაციაზე გამოვიდა სამდელოებაცო და უერთებო და პედესტალს რომ მიადო მოედანზე და უკვე რომ შეასხა და აიღო არსანთი მიხვდნენ რა საპირეს მაგრამ ვეღარ მიასწრეს დაუკიდა და ცეცხლი სატანას და დაუკიდა ამიტომ რადგან ეს ხმა გავრცელდა შეილახა ბელადის ავტორიტეტი და ვინც შეელახა ის უნდა საჯარო დაისაჯოს დახრეტა დიახ ისე როგორ გადაურჩა მაგას მართლა მაშინ იყო პატრიარქი ეფრემი როგორც ჩანს დაუკავშირა საზოგადოებით
ორგანიზაციებს რაღაცა ხმა მიაწვდინა, რომ აი დასავლეთში პრეზიდენტის პორტებს კი არა ეროვნულ დროშებს წვავენ და პროტესტსაც ხადებენ რაღაცა ხალხი და ამის არავის არ იჭერენ რატომ თქვენ ეხა პორტეტი დაწვა უნდა დახვრიტოთ ადამიანი და მართლა აი მათ სურვილმა ბოლშევიკების დაეწვა დაეხრიტათ მის უძურების მაჩვენებელია რომ ასეთ პატარა ქაღალდი დაწვა ხო ამ ქაღალდის სახე გამოსახული გამოხატა მაგრამ შენთვის თუ ის ბელადი არის ამის მოქმედების შენ ბელადობას ხო ვერ დაგიკარგავ შენ თუ გწამს ბელადია რატო ხარ შეურაცხყოფილი იმიტომ ხედავ რომ ისი იმედით შენ გააქვს ის არაფერი არ არის ქაღალდია რომ დაიწება და შენი ეს იმედებით სიცრუე აღმოჩნდება ესეც იყო ვიღაც ახსოვს ახლა ნუ ახლა რუსეთში შეიძლება კი ეთაყვანებიან გარკვეულად იმ ხომში პარტიის წევრები მაგრამ უმრავლესობისას ეს პირიქით უბედურს მომტანი იყო ქვეყანაზე და აი გადაიფიქრეს ბოლშევიკებმა და განთავისუფლეს პირველი მდივანი ვინ იყო მაშინ თქვენ ხო ზუსტად ვერ გეტყვი მე მაშინ ალბათ ბავშვი ვიყავი ეს არის 50 წლების დასაწყისი ხო იქ მაშინ იყო მე მჟავანაზე მახსოვს და შევარდნაძე მახსოვს იმათ წინ ვინ იყო ერთი მგელაძე იყო მგელაძე კიდე ხო სხვა არ გამიგია და თვითონ წუხდა მამა გაბრიელი მოწამის გვირგვინი წამართვეს უკვე მზად ვიყავიო და მოწამის გვირგვინი წამართვეს და ასე რომ გამოუშვეს იმ პირობით რომ მაშინ უნდა მას უთანხმოება ეკრძალოს რომ ის შეურაცხადი არის ეს იმ რეჟიმმა გამოაცხადა ესე და შეურაცხადი სამხრივ რომ თავისუფალი იყო ამ რეჟიმის დევნისგან იგივე არ დევნიდნენ რომ დევნა მისის გვირგვინი იყო მოწამეობისა უფლის ერთგულების ნიშანი იყო ის ამას ელოდებოდა მაგრამ ერიდებოდნენ უკვე ხელთ აღარ ეხება მას პოლიცია იქნებოდა ვინც იქნებოდა ხო ესა და ამიტომ უწესთან მიმართებაში ეს არაფერს მშვიდ პატრიარქ ეფრემსაც კი დანუყვარდა პატრიარქ ეფრემი რატო უყვარდა მთელი ისტორია გადმე ხალხად ეს სხვა თემაა აი თავად გაბრიელის სიტყვებიც ხო არ ასეთი ვინც პატრიარქს განიკითხავსო იგი უკვე სექტა არისო კი ვინც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს განიკითხავსო რო არ უყარებოდა პატრიარქები ამასაც სხვა იყო და არც გაბრიელი პატრიარქი ცეცხლ ტახტზე ზისო და რამის ანათემო ცხადები ვინც მას ესე მოიხსენებსო აუგათო აი ეს მითო შეგახსენეთ მე უფედა მითო დაგისვით ეს კითხვა რომ სოციალურ ქსელში ვინც ამას აჟღერებს და ამრავლებენ და მე ხდება შედარება აი გაბრიელი დევნეს და ხა ცხონას ხმერთმესეც გარდაიცვალა ნარიმანი და ესეც ეგიც დევნენ და ეგიც შეავიწროვეს და მე ზოგი მოკლეს და არ დაახარეს და ვინ შეავიწროვა სად ჩანს ეს შეავიწროვეს პირიქით იყო რომ ბინა რომელშიც ცხოვრობდა მარშალის პატრონი ყავდა ბინის პატრონი და როცა ბინის პატრონმა ნუ მეზობლები შეწუხდნენ ამ ხალხმრავლობის ხმაურის ყოველსულ გამუდმებული ხმაური და ეს და ამ ბინის პატრონს უთხრა რომ შემოუშვა გაუშვა გედანო არ გვასვენებს ეს ხალხი და რომ ისულა უცხია თავში ჩარტყო მიიღო იმ სახლის ბინის პატრონმა გადიოქიდან და ძალთაროს არ გამოყვან იქიდან და ვინ მოკლა თუ ამდენი წლის მანძილზე არავის სანამ ამდენი ხალხი შეიკრიბებოდა მაგრამ ამ წარმოაჩინეს სხვა რამე რომ აგერცოცხალი ეკლესია პატრიარქი არ ღვთისმსახურება შენ თუ ქრისტიანი ხარ
შეიძლება გეცოდებოდეს ეს ადამიანი, რომელიც თავის პატივმოყარების გამო ფაქტობრივად განუდგა ეკლესიას და თავისთავად ეკლესიაზე მაღლა დააყენა და ილოცებდი მისთვის და ესენი გახდნენ ყურმოჭრილი მონები ისა ეკლესიის უარყოფილი ადამიანის, ესე იგი ქრისტიანები აღარ არიან. აი ეს არის კერთაყვანისმცემლობა. გამდიდება ადამიანის მანკიერებისა სიწმინდეთ შერაცხვა. ვაი, დედაკაცის ინტერვიუს. არა, ნუ კიდევ ეს გარკვეულწილად წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობაში გარკვეულწილად არაჯანსაღ დამოკიდებულებას. დიახ. თქვენ რამდენად სწორია ერთი ქალბატონი გამოდის და ამბობს ჩანაწერზე სოციალურ ქსელში რომ როგორც ღმერთიო აღსდგავო მესამე დღესო ესეც აღსდგებაო ნარიმან ბაგრატიონიო ესა მეფე და ესო ღმერთი აუგე ბაგრატიონი გახდა? ხო, ასე მოიხსენიება. ესო მეფე არისო და აღსდგებაო. არა, ხო, კარგი, ნუ ხო. რამდენად სწორია ეს ახლა როგორ აღსდგება მე უკვე გარდაცვლილი ადამიანი ღმერთი აღსდგა თქო რა ნუ დაელოდო სამი დღე რა სამი დღე გავიდა უკვე მაგრამ არ ამდგარა მე უკვე მაგრამ აღდგება სამ დღეშია მაგრამ უკვე დიდხანია ეს ალბათ გარდა სამ დღეს მაშინ მიწის კი არ მიებარებინე გამოქვაბულსადმე და ედოთან დაუდებოდნენ სამი დღის შემდეგ რა მოხდებოდა რა მოხდებოდა ლაზარეს ერთ მეოთხე დღეს მიდის მისი დაეუბნება ისა არ გახსნათ საფლავიო მეოთხე დღე ყარსო უკვე დიახ ასეც არის და თქვენ მეფება ეხლა ვიცით რომ ახლოვდება პატრიარქის მე-40 დღე და ამასთან დაკავშირებით რომ აი როგორ ჩატარდება რა იქნება სად იქნება როგორ გითხრათ კი 40 დღე ჩვენ ეკლესიის სწავლებით არის დღე კერძო განჩინების სულის მანამდე სულ სახილვები სამოთხის ჯოჯოხეთის და გარკვეული საფეხურის ან საზვერეების გავლა. ზოგი თავისას კითხვის ქრისტიან და ეკლესიურად, მაგრამ მე საზვერეების რატომოცა ვერ დაუგია. ეხლა ხატზე რო არის კიბე დახატული და კიბერები ზოგი ადის და ზოგი ვარდება იქიდან. ხო, ეს არის ხო, ეს საზვერეები. რაში საზვერეები? ადამიანში უამრავი ცოდები არის, ზოგი რეალიზებული საქმით თუ სიტყვით თუ ფიქრით, ზოგი დაბუდებულია და არ მის საშუალება რომ გამოჩენილი იყო. და აი საზვერებს ეს ეტყობა რომ ის ჯოჯოს ხედვით ის ხედავს თავის თავს თვითონ სად არის რომელ ცოდვაში იყო ამ ქვეყანაზე და შესაბამისად ეს განცდა ისე ცოდვათა აქვს მას ხედვა მაგრამ სინანულით თუ პირიქით სინანულით რო არ აქვს მაშინ ტკივილი აქვს აი ცეცხლში იწვის როგორც იგავში მდიდარ ლაზარეზე ხო აღმოჩნდა იქო და ჯოჯოხი და ცეცხლში იყო ეს ცეცხლი ის ასანცო თუ გასხურას ვეკიდებ ცეცხლის კი არ არის ან კოცონდა დაანთებდა ეს არის სულიერი ცეცხლი წვა იმის გამო რომ უფალი ამაზე პასუხს თხოვ და შენ პასუხს ვერ სცემ და იცი რომ ამის გამო ხარ ძიმედ გომორებაში და ვერ თავისუფლდები აი ეს ისე ცეცხლი არის და როგორ გითხრათ ეს
და საზვერები არის, შენ დანახო, თუ ჯერ სუბუგი წოდების, მე უფრო მძიმე წოდების, მე უფრო მძიმე წოდების და სუბუგი თუ არ მიიღე მძიმე წოდებს უფრო გაგიჭირდება. თუ ეს ნაკლებად იყო შენში, მე იმას გამოიხსენებ, როგორ არის, როცა შენ აბარებ გამოსცეს სადაც და არის კონკურსი. ნუ შენ რაღაც კითხვებზე თათ ის ბილეთებში ხო კითხვებია. თათ იქ ადვილი კითხვები ნახე და გაიცი პასუხი ხო? დიწახვედი, მაგრამ ბოლოს ხო ვერ გახვედი. თუ ყველაზე პასუხი არ გაეცი და მაღალ დონეზე, შენ ვერ გაიმარჯვებ იმ კონკურსში. აი, შედარების ის ვამბობ. ამას რომ აი ეს არის თათ შენი განცდა შენი წოდების არის თუ არა, სიღრმისეული თუ არა. მასე სინასტაზე სადაც მოსე ჭიანსამეფოს უფალი ცხადებოდა წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან არის მოკლე გზა. გზამთად ბერები ადიოდნენ სინასტაზე წირვაზე საზიარებლად და იქ იყო 10 კარიბჭე. თითო კარიბჭესთან და ბერი და ეკითხებოდა ახშარებას პირველი მცნების მიხედვით რა შესწოდე. თუ პასუხებდა და შენდობას მიიღებდა გადადიოდა შენ მომდევნო კარიბჭესთან მეორე მცნებასთან მიმართე შენ ცოდვა გაქვს თუ არა აღიარებ თუ არ აღიარებ. და ესე მეათემდე. ხო და თუ მიიღებდა შენდობას მაშინ აგრძელებდა გზას. თვითონ არ ძმაო შენ ვერ ხვდები რომ სიმძიმე შენი ცოდვის როგორი არის აი ამ მცნებასთან მიმართებაში. წადი უკან მოინანიე კარგად. აი ესეც არის საზვერეები იყო 10 წების მიხედვით. ანუ რატომაც ეს წარმოუდგენია რომ იქ ეს მოგონილია ეს ფერი, არაფერი, ესეთი საზვერები არის. არის ცოდები ჩვენ თავში უზნობთ, აღიარებთ, მაგრამ შეიძლება არ ვნანობდეთ. მაგრამ და არის რომ ვერც ვამშევ, ჩვენ გვერდია, არა ეს ნორმალურია, ბუნებრივია რომ შენ რო გეწყინა, იყო გაბუტული იმ ადამიანზე. ეგ არის და თუ იმანეს გაწყინა შენ რატო იწყინე? იმან თქვა, მაგრამ იმის ნათქვამია. ვისაგებს თავის სიტყვებზე. და შენ თუ იმის სიტყვებს აყევი, მაშინ ფაქტობრივად გაორმაგე ცოდვა. ის ცოდვაც და კიდე შენ დაუმატე იმას. მოკლედ მართებს შენ სულიერი ჭეშმარიტი სულიერი განათლების მიღება ემთხოვებს გზაზე, ამ საზვერების გავლით. ამ ქვეყანას გავდივართ ამ საზვერებს. ხვდებით კია. მე ასეთი სწავლებაც არის რომ წმინდა მამები გვეუბნებიან ნიკონი ამბობს ხშირად ამას რომ ადამიანი რომობა და რომ გეუბნება რაღაც რომელიც შენ არ მოგწონს თუ შეურაცხყოფაც მოგაგენო ჩათვალე გამოცდა შენი ზემოდან გიყურებენ აბა როგორ გაივლი შენ ამ გამოცდას და ჩვენ ამ დროს ეს როგორ მაკადრა ეს რა მითხრა ფოთავდა იმას კი არ ფიქრობთ რომ ეხლა მე მიყურებენ და როგორ პასუხს გავცემ აქედან უკვე ჩემი სიმაღლე ჩანს სულიერების ამაზე არ ფიქრობთ რამდენი ასე ჩვენ ცხოვრებაში მე მოეს ჩემთვისაც არის სარკე ჩემ მდგომარეობისა რომ მე არ შემილაპატიება დიახ და მაგრამ კიდევ არის ცოდვა ადამიანის მიმართ ჩადენილი ადამიანის მიერ და ის საპატიებელია თუ ის პიროვნებას ეხება მე რაღაცა დავაშავე და იმიტომ მე მნანწავს ან მაგრიტიკებს არ კიდევაც ხო მაგრამ არის ცოდვა რომელიც ჩემი საპატიებელი არ არის რატო თუ ის ცოდვა სიწმინდის მიმართ იყო ჩადენილი აი მაშინ სიწმინდის მიმართ ეს საქმედება მან უნდა შეინანოს მე
აქ ეკლესიას ეხება ხო ეს? ეკლესიის სიწმინდეს თუნდაც. აი ერთი ქალბატონი რომ მიბრძანდა სამების დადაში თბილისში და წმინდა მატონას ხატი იყო. და ვითომ უნდოდა რომ აი აქ სტალინი რო გამოსახულია, იმას უნდა შეასხას და სინამდვილეში ის მელანი თვალათა შეასხა წმინდა მატრონას. ხო და შეინანა არა. ეხლა წმინდა მატრონა აპატიოს იმას თუ არა ეს მატრონაზე და მე როგორ შემიძლია მატრონას მაგათ იმას მოპატიო. მე ხა შეიძლება დანაშაულ ჩაიდინე. აი ეს მოინანია. შეურაცხავს სიწმინდე ხარ ესა. და თუ არ აღიარებ, მაშინ ჩემზე არ დამოკიდებული შენი პატიება. შენ სინანულზეა. მე რომ მითხრა საწყენ ჩემთვის. მე გაპატიებ. ან შენ რო შეურაცხავი სიწმინდე, იგი რა გააკეთე? მოინანიე. მაგრამ ჩემ წინაშე კი არა, ღვთის წინაშე, შენ შელახე სიწმინდე. ეს არის. თქვენ დიდი მადლობა, რომ მოგზანდით, გადაცემაში მონაწილეობა მიიღეთ. ჩვენი დროც ამოიწურა, დავშვიდობთ ჩვენ ტელემაყურებლებს, ხონამეფლო და კიდევ ერთხელ დალუცეთ, მეუფლო. ქრისტიანობა. ჭეშმარიტად. გემშვიდობებით პადოცონ ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე.